ქართული ოცნების კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამჯერად ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ინიციატივას დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. პარტია გირჩი კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება ფაქტობრივად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია 8 სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი პირს 5 წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვის და ტარების უფლება. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ქართული ოცნების და ხალხის ძალის დეპუტატები არიან. ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არის რეპრესიული, აქედან გამომდინარე ეს აწყობს ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ ისინი წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებას იყენებენ სასარგებლოდ თავისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გამკაცრებასთან ერთად არ დავივიწყოთ რეაბილიტაციის კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს 2021 წლის სამთავრობო გეგმაში ნარკოპოლიტიკის მიმართულება ძალიან კარგად იყო გაწერილი. ჩვენი ნარკოპოლიტიკა იმდენად კაცრია, რომ ის გამკაცრება უკვე შეუძლებელია. ფაქტობრივად იმ დანაშაულებზე, რაც ბატონო დინარაძემ თქვა, უკვე სამუდამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებული. ანუ რეალურად დარჩა მხოლოდ ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელფეხები დააჭრა და ისე გაუშვათ. თუ შეგიძლიათ ჩასვა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო და მე ეს იცვლება 12 წლით სასჯელით, არაფერი არ შეიძლება. უბრალოდ ეს არის უცოდინო რამ მორჩილზე, ვის ემოციებზე თამაში. ცხადია, რომ ნარკომოვაჭრების მიმართ სანქციების გამკაცრება არის საჭირო, კარგი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრებასთან ერთად უფრო ეფექტური პოლიტიკა ნარკომოვაჭრების წინააღმდეგ, რომ ისინი თავისუფლად დათარეშობდნენ და არ წამლებდნენ ჩვენ საზოგადოებას. ამიტომ არა მხოლოდ გამკაცრებაა საჭირო, არამედ ეფექტური ბრძოლა არის ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ საჭირო და ნარკომოვაჭრების აღკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ახალგაზრდა თაობა. ჩვენ არა ვართ ჩინეთის მოსახლეობის ერი, რომელიც საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ჩაატარებს. და მაგალითად ვიტყვით, რომ არაფერი დიდი უბედურება არ იქნება, თუ ქვეყნის მოსახლეობის 30% დაიწყებს ან 40% დაიწყებს ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებას. იმდენად მცირე რიცხოვანი ერი ვართ, რომ ასეთი ექსპერიმენტი დამთავრდება ჩვენი გაქრობით. ამიტომ უნდა მივიღოთ საგანგებო ზომები. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ როგორ ამოვქოლოთ ყველა ის გზა, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი მომავალი და ჩვენი ესე იგი ჩვენი ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, ჩვენი მოსახლეობის მომავალი. ამიტომაც ვკაცრდება ეს პოლიტიკა. თუ ადამიანი, რომელიც გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. იმ ნარკოტიკთან, რომელსაც აქვს დაბალი დოზები, პასუხისმგებლობა დაიწყება 12 წლიდან და ხოლო რომელსაც აქვს დიდი ოდენობები და განსაკუთრებით დიდი ოდენობები 14 და 16 წლიდან დაიწყება პასუხისმგებლობა, რომელიც 20 წლამდე უვადო პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მომხმარებელს 3 წლის განმავლობაში აეგრძალება მართვის მოწმობა, ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის, მართვაზე არის, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზეა საუბარი, ხოლო 5 წლის განმავლობაში აეგრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის იქნება თუ საქმიანობის უფლება და ამავდროულად იარაღთან დაკავშირებული უფლებები.